დილამშვიდობისა, მეგობრებო, დაიწყო ახალი კვირა ისრაელში. ტრადიციულად ჩვენ ამ კვირას ვიწყებთ ერთად. ეს გამოვედი, აი დავინახე ჩემი თანამშრომლები, ესე იგი, გამოვედი. Viber-მა მოაწყო ესეთი მოხალისეობა. აი, ჩემი თანამშრომლები. რაღაცა ნაწილი. Calto. C'est bon? Oui. Ah ouais, dites-moi. Oh, ხელა და შორტიც მოვედი მაგიტა და მგონი შორტიც მარტო მე ვარ, აუხერხულია. აი არა უშავს. היוש. בוקר טוב, באתי בדיוק בזמן נראה לי. מה זה? בואי נשאל אותו. אלון, נעביר את זה לצד? מצלמה. שולחן אחד, שתיים, כמה? בואו נאחות רק טבע. מה העניינים? בסדר. עכשיו הגעת? ראינו אותך בבוקר והתעלמנו ממך, יכול להיות? איפה? בדרך לרכבת. כן. כן, מי התעלם? დავიწყეთ. בסדר, ואז אנחנו יוצאים לדרך עם שקית ברודה, בפנים לשני כריכים, נשים שוקולד, בקבוק מים, ויוצאים לדרך. סבבה? ესე იგი, სენდვიჩებს ვამზადებთ და მე მივდივართ. אפשר לעשות את זה כמו סרט נע. חטיף ומים. בכל שקית. ესე იგი, სენდვიჩები გავაკეთეთ. איפה הם? הנה. אז קיצר, יש פה מים, סנדוויץ' וחטיף. אנו, ყველა טוב, בואו. ჩანთაში დევს ერთი სენდვიჩი, ერთი წყალი და ერთი სასუსნავი. רובכם אני מניח לא מכירים, אז אני אספר סיפור קצר, אפשר גם לשבת, סבבה. לפני 5 שנים נפטרה עומר. עומר הייתה בת 14, עומר הייתה בת של חברים קרובים, וכשעומר נפטרה, אמא שלה ביקשה ממני לסדר את סידורי הלוויה ולרכוש חלקת קבר, והיא שלחה אותי למשימה הקשה בחבר קדישא עם עוד חברה של האמא, עורכת דין בשם שלומית, ושני אנשים שלא נפגשו מעולם הולכים למשימה הקשה לרכוש חלקת קבר לילדה בת 14. ועומדים שם בתור ומשתפים אחד את השנייה באיזשהו חלום לעשות משהו עבור החברה בישראל. אני באותם ימים מסיים קריירה של כמעט 30 שנה בשב"כ, עסקתי כל חיי בביטחון המדינה. რა უნდა ვნახოთ? როგორ ცხოვრობენ ისრაელში ქუჩაში. ძალიან დიდი დისონანსია იმის მხრივ, რომ ანუ 5 წუთის სავალზეო ჰაი-ტეკ ოფისებიაო და ეს ამხელა შენობები და ესეთი სილამაზეო და 5 წუთიდან იქო უკვე ესეთი საშინელება ხდებაო, რასაც ნახავთო და სულიერად მოემზადეთო, ესე გვითხრა. ვერ გადავიღებ სამწუხაროდ, კი არა და ხო, რა თქმა უნდა ვერ გადავიღებ რაღაც ნაწილს, მაგრამ რასაც გადავიღებ, გაჩვენებთ. הוא לא בא להסתובב יחד איתה לי. כן, לתמוך בה. ואז שישטוף. שישטוף. שמעתם על מדיח? რამდენიმე უკვე შევხვდით და დავურიგეთ საჭმელები. חבר שלי שהולך להקים שם מגדל 30 קומות. בסדר? זאת אומרת, יש פה כבר הרבה מאוד פעילות אחת כבר בתוך התחנה. და ზოგადად ამბობს, რომ ძალიან საშიშია აქ საღამოს მარტო סიარული. סטודנטים שמחפשים להשכיר ყველა მიცის. 3,000 לבד, דירה בתל אביב. ზოგადად რომ აქ არ უნდა გამოვიდეს მარტო. בלילות ורואים חבר'ה ילדים עם הכלבים שלהם. გაგვაფრთხილა რომ ანუ ძვირფასი ნივთებიო არ წამოიწინ გაგვაფრთხილეს უფრო სწორად Viber-ში რომ არ წამოიღოთო ძვირადღირებული ნივთებიო და არ გადაიღოთო. ანუ თვითონ ეს ქუჩაში მაცხოვრებლები. და სამწუხარო. და მე ფული არ მისცეთო.
აი აქ არიან ბევრი. მაგრამ ყველასთან არ მივდივართ. თვითონ გვეუბნება ვისთან შეიძლება რომ მივიდეთ და მივცეთ საჭმელი. ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ აი ესეც თელ-ავივია და ისიც თელ-ავივია, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და დავდივართ კაფე-ბარებში და ასე შემდეგ. ამ ადგილას კი არის სილამაზის სალონი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს თავის სერვის უსახლკაროებს. בן אנוש, היא יוצאת החוצה, היא מסוגלת להסתכל במראה וקצת לאהוב את מה שהיא רואה, ואז שוב לחזור חזרה לרחוב. הן מגיעות לי פה לפעמים אחרי 20-25 לקוחות מלוכלכות, מזוהמות, ובפנים קצת נותנים איך. אחרי להם איך שאת רוצה. ესე იგი, მეც რომ მოვედი, კითხვა გამიქცა სხვათა შორის ესეთი, რომ რატო ვამზადებთ შოკოლადის სენდვიჩებს და მიწისთხილიან სენდვიჩებს, მიწისთხილის კარაქის სენდვიჩებს. და ეხლა აგვიხსნა, რომ ვინც ეს ნარკოტიკზე დამოკიდებულები, გემოშეგრძნება უკრებათ და ეკარგებათ. ხო, אני עושה בלוג, חברים. ხოდანო ტკბილი სიამოვნებთ უფრო. თან არ ფუჭდება ისე მალე როგორც სიტყვაზე ბოსტნეული და ყველი. ძალიან საშინელი ისტორიები მოგვიყვა ბავშვებზე, ნარკოდამოკიდებულებზე, ქალებზე, ორსულებზე. არ ვიცი. რა, ეხლა უკვე ჩემი პრობლემა სამსახურის პოვნაზე არაფრად არ მეჩვენება. ანუ პრობლემაც აღარ მეჩვენება. მე და იონათანი გამოვედით ყავის დასაღებად, იმიტომ რომ დილით ვერც ერთმა ვერ მოვასწარით. დაბრუნდი ჩემს საყვარელ ქალაქ გიბატაიმში. მომივიდა მესიჯი, რომ რა ნივთები რაც გამოვიწერე iHerb-დან ჩამოვიდა. ჭრილში გადავიდე 1 წუთით. თორე ისე ცხელა. და ეხლა მივდივარ რომ ავიღო სანამ სახლში ავალ, იმიტომ რომ სახლში რო ავალ ვეღარც გამოვალ. ხო, ამასობაში სიახლეები მაქვს სამსახურთან დაკავშირებით, სამსახურის ძებნასთან დაკავშირებით. ანუ ესეთი მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, მაგრამ CV-ები რო გავაგზავნე რამდენიმე ადგილას, დამიკავშირდნენ ძალიან ცნობილი კომპანიებიდან. პირველი ეტაპი გავიარე ორივეში, შემდეგი ეტაპი ერთ სამსახურში იყო გამოცდა. მეორეში უშუალოდ გასაუბრება გუნდის უფროსთან. მაგრამ სამწუხაროდ მესამე ეტაპზე უკვე ვეღარ გადავედი. ვერც ერთგან ძალიან გული დამწყდა. ანუ არას მიღება ცოტა მიჭირს. ძალიან რთული იყო, მაგრამ არა უშავს. ნუ გადამიარა ამ წყენამ, ასე ვთქვათ, და იმედგაცრუებამ. და რა თქმა უნდა, ახალი ძალებით ვაგრძელებთ CV-ს გაგზავნას. იმ ხელ აღმართებია, მთები ამ გიბატაიმში, რომ გული ამომვარდა. არ დავნებდები, მოკლედ. იქამდე სანამ იმას არ მივიღებ, რაც მინდა. რა თქმა უნდა, ისიც მიღებული, ის ფაქტიც მიღებული მაქვს, რომ არა უფრო მეტი იქნება ვიდრე კი, რაც სრულიად მოსალოდნელია. ესეც გამოცდილებაა. სწავლობ ანუ ამ გასაუბრების პროცესს თავიდან. პრაქტიკებს გავდივარ, ასე ვთქვათ. და ალბათ ყველა მეუბნება, რომ ანუ ეს პრაქტიკაო და მიგიყვანს იმ როლამდე, სადაც უნდა იყო მოკლედ და მეც ჯერა მაგისი და რა თქმა უნდა შეგატყობინებთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხალხო, ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ. უფრო სწორად დილემა, უფრო ვიდრე პრობლემა. მოგეხსენებათ, მოდივარ საქართველოში და ძალიან ანუ ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ რა ენაზე გადავიღო. ივრითულად თუ ქართულად. და ახლა გეტყვით ივრითულად რატო ვფიქრობ. საქართველოზე ძალიან სხვანაირი წარმოდგენა აქვთ. ხო და მინდა რომ რაღაცნაირად ეს წარმოდგენა შევუცვალო და რა ვქნა, გადავიღო ივრითულად თუ გადავიღო ქართულად. თან ქართულადაც ძალიან მინდა და არ ვიცი ორივე ენაზე დიდი სამანობით გადავიღებდი, მაგრამ შევძლებ. თან მინდა რომ რასაც გავაკეთებ,
ყველაფერი ხარისხენად გავაკეთო და ეხლა თან ორივე გავაკეთო და ორივე უხარისხოთ არ მინდა. და ფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია მოკლედ. მაგრამ რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ჯობია ერთად გადავიღო. არა, ორივე ენაზე. რას ვიზავ? ამ საქმეს შევეჭიდე, ამიტომ ორივე უნდა გავაკეთო. დიდი ლოკერთან ახლა კოდს აკრებ. მოდი ვნახოთ რა კოდია. 26 26 გაიღო ჩემი ლოკერი. ავიღო ახლა და გაჩვენებთ რაც გამოვიწერე. და ამასობაში უკვე 500 გამომწერისკენ მივემართები და აი ამაზე ბედნიერება არ ვიცი, მეტი რა უნდა იყოს, რომ ეს სრულიად უცხო ადამიანები რომ ხდებიან ჩემი გამომწერები. არ ვიცი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და დიდი პატივი. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ ან იწერთ ხოლმე ვინც გამოიწერა ჩემი არხი. არემ გადავიღებ ახლა. ეს არის შხაპის გელი გამოვიწერე. მეორედ, აი ეს იტალიური ბერგამოტის სურნელი აქვს და არის რაღაცას. ой, საოცრება. ვაუ, აი ძალიან მაგარი სურნელი აქვს. ეხლა არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ წავიკითხე შემადგენლობა და ასე შემდეგ და ანუ მაგიტო ვიყიდეთ, ხო მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან კაი სუნი აქვს. და ესეც არის, ой, ესეც არის ქალბატონებისთვის. ეს უფრო მამაკაცური სურნელია, თუმცა მეც ძალიან მომწონს. ეს პირველად გამოვიწერე, ეს არის თეთრი ჟასმინი. აბა ვნახოთ ამას როგორი სურნელი აქვს. ვაუ, ოკეი. ძალიან კაი. ორივე ერთიგივე ბრენდის არის. გამარჯობა მეგობრებო. ეხლა ვემზადები რომ წავიდე ჩემს მეგობრებთან ერთად რესტორანში თუ ბარში უფრო აღნიშნოთ ჩემი დაქალის აბადების დღეს. ისე მაგვიანდება, რომ ვერც კი წარმოიდგენთ და ამასობაში აი ისეთი დებილობა დამემართა. სახე გავიწმინდე მაქსიმალურად და დამავიწყდა კრემის წასმა სახეზე და წავისვი ეგრევე სისი კრემი. რას ვიზავდი? ჩამოვიშორე ეს სისი კრემი და თავიდან წავისვი მერე თავიდან ჩავიტარე ეს გაწმენდის პროცედურა. ძალიან მაგვიანდება, აი ლეილა უნდა გამომიაროს. უკვე გზაშია. მე კიდე აი ესე საერთოდ ახლოსაც კი არ ვარ რომ გავემზადო და მაგრამ დამელოდოს რა მოხდება? არ დავაგვიანებთ მაინც. ზოგადად დაგვიანება არ მიყვარს და თუ ვაგვიანებ, ესე იგი რაღაცა საოცრება მოხდა. ტარბის მანქანი დამიმთავრდა, ახალი არ მიყიდე, იმიტომ რომ მე ვხმარობ benefits და benefit-ი არის მარტო არის შევება ისრაელში და უნდა გამოვწერო, ან იყიდება მხოლოდ duty free-ში. duty free-ში თვის ბოლომდე ვერ მოვხდები. ანუ ფეხსაც ვენიც არ მათშია. არაფერი არ მიკეთია. ჩანთაც ჩასალაგებელი მაქვს. სხვა რაღაცის ჩაცვა მინდო და შარვალი. და მე ვიფიქრე რომ ანუ ძალიან დავიღალე სულ შარვალი და ეს კაბები რო ყიდულობ და ერთხელ რომ აცვია, მინდა ხოლმე რომ კიდევ შეიძლება ჩავიცვა, ამიტომ გადავწყვიტე რომ კაბა ჩამეცვა. თან ფიქრობ რომ სწორი არჩევანია თუ არა. არჩევანია, მაგრამ უკვე ჩავიცვი და დროც აღარ მექნება რომ გამოვიცვალო და შარვალს კიდე ყოველდღე ჩავიცვა. ეს კაბა არის ქართველი დიზაინერის, მე მგონი თვარდები მარიკა ჭანტურიასი და ჩემი დაქალის ქორწილზე მეცვა. აი მე თან ცხელა. რისი მოყოლა მინდოდა. იმ დღეს აი ვლოგს რო ვიღებდი, სხვათა შორის, წინა ვიდეოში საუზმეზე ვიყავი თქო ჩემს მეგობრებთან ერთად და ბრუნდებოდი სახლში. ვლოგშიც ჩანს რომ მგზავრობ ავტობუსით, როგორც ყოველთვის. ხო და რო ავედი, რამდენიმე გაჩერების შემდეგ გამოვიდა ერთი ბიჭუნა. ახალი მომხდარი იყო ტერაქტი იერუსალიმში. ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნა ტერორისტმა და ეს ბიჭი რა მოვიდა, მეთქი ეგ არის. უეჭველი რაღაცა ხდება. ზოგადად ჩემ წინ. ხო და ვუყურებ, თან ვლოგს ვწერ, რაღაცებს ბოდიალობ. თან ეს ბიჭი წინძის და თან ვაკვირდები, ხელებში ვუყურებ, რომ აი ეხლა, რაღაცა არ ქნას. მე ხამ ცხადის ხარ შევიმჩნევდი ხარ რომ უთვალთვალებ და ვუყურებ. ამიტომ ცოტას არ ვიმჩნევდი ხოლმე და
რაღაც მომენტებში მეპარებოდა ხოლმე რა რასაკეთებდა. ესე იგი, ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, ანუ ხან ერთ გაჩერებაზე ვფიქრობდი, რომ ჩამოვსულიყავი, ხან მეორეზე, ხან მესამეზე, ვერა და ვერ მოვისვენე, ანუ არა დაარფს არაშავები და ტელეფონი ეჭირა ხელში და უყურებდა გზას, ანუ სადღაც ჩამოსულიყო. ხო და მე ესე პარანოია დამემართა. ესე ჩავიციკლე, რომ ეს ბიჭი რაღაცას აპირებს აუცილებლად, ერთხელ დავაპირე ჩამოსვლა ავტობუსიდან. მაგრამ დაბრუნდი მე ის გამზე დავჭიქი εκεί გიჟი ხარ. მაგრამ აი მეორე გაჩერებაზე უკვე ვეღარ მოვითვინე და ჩამოვედი და სხვა ავტობუსში გადავდი. სარტყარი ბიჭი, ალბათ არც არის და არც უქნია თორე გავიგებდით, მაგრამ მე ესე პარანოია დამემართა და ლამი ჭკუიდან შევიშალე, რო არ ჩამოსულიყავი, ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. აი ესეთი ამბები ხდება და ეს კრემი, ტოპი კრემის რამდენი ხანია მაქვს. ძალიან ბრწყინვალე ყოფილა. უფ, ზათვარ. აი, ძალიან დამცხარ. აი, ახლა უცებ გავბარდები, ფეხზე ჩავიცვამ და უკვე წავალ. შეხვდებით ლელასთან მანქანაში. Вау! Просто шикарно выглядишь. Мушлемет. Почему? Поцеловать можно? Сейчас. Гогоებიც მოვიდნენ, ჩვენც მოვედით. Девочки, я сегодня буду... მაგიდა გვაქვს ცენტრში. Я тоже тогда туда сяду. ნინომ ეხლა გაიგო რომ ვლოგი მაქვს და მეუბნება რომ რატო არ მეუბნებოდიო. ეხლა გამოგიწერო. მომეცი. Я сделала, а вода сделала кофе за вот это. У меня как уже пернара, знаешь? Очень хорошо хотела. Не попросила. А у них а вот дело меня кофе. Ты хотела. როგორი ლამაზი კოქტეილი გვაქვს. Ირიკელა. მანისტიკა. ჩანაცოლა პარაკეაზე ხები. ანა მოგწონს? ის რომ ბავშვების გარეშე ვარ თუ ის რომ ვსვავ? ანა будешь? Я Мари. Мария, подожди. ხალხო ანამ გამოზარდა სახლში წიწაკები. გამოსცემდა სახში უხარ. მომისვინე, წითელია? ეს წითელი უნდა იყოს? ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი, მართლა აი ესეთ ადგილებში ძირითადად არ არის ხოლმე გემრიელი საჭმელი, მაგრამ აქ ძალიან მომეწონა, ყველას ძალიან მოგვეწონა კოქტეილებით, ძალიან გემრიელი. ეხლა შევუკვეთეთ დესერტი და მარის მიულოცავს დაბადების დღეს.
ესე იგი, მეგობრებო, დღეს ჩემი ბოლოს წინადღეა სახლში. იქით კვირაში აღმოჩნდავთ ახალ წელს ისრაელში, მოგეხსენებათ ახალი წელი აღინიშნება სექტემბერში, ხან ოქტომბერში, უფრო სექტემბერში ხოლმე ისრაელში, ასევე ეს დღესასწაულის მცოცავია, როგორც ყველა დანარჩენი. და აბა ვნახოთ რა მოგვიზადა ვაიბერმა წელს. როშ ჰაშანას აღსანიშნავად. בוא נלך לשם גם, נראה מה קורה. וואו, זה יפה. თაფლი არის ახალი წლის სიმბოლო ისრაელში. ერთ-ერთი სიმბოლო. הרמת כוסית ראש השנה, אני הולך לדבר על משהו שדיברתי עליו כבר בעבר, אבל הוא חשוב. אז על שתי מילים ששומעים אותם הרבה, המילים האלה זה אחדות ופילוג. כשאנחנו שומעים אחדות ופילוג זה נשמע לנו דברים גדולים ברמה של מדינה, של תרבות, של אנשים, אבל למעשה אחדות ופילוג יש בכל מקום שיש יותר משני אנשים. אם אתם... אז נרים כוסית לזה, לאיחוד, שנה טובה לכולם. ולפני שאנחנו עוברים למתוקים, הייתה לנו שנה טובה. גם במונחים של 2005 וגם במונחים של ראש השנה, השנה שעברה, השנה הזאת. וייבר גדלה גם בכמות האנשים. גם סינג'ות. ბოლოს ეს ავიღე, გავსინჯა, მაინც და მაინც ტკბილი ამ დილით არ მინდოდა. მე უბრალოდ რა გამოაცხადა, რომ ან მაინც და მაინც ეხა, როცა მე უკვე ვტოვებ Viber-ს, ესენი იბრძანდებიან 2 ღამით კინერეთზე სასტუმროში. რატო? რატო მაინც და მაინც ეხლა და არა 5 წელიწად ნახევრის განმავლობაში? Oh my goodness. רגע, אני צריכה לשים את המיקרופון. בוא נראה. רגע, אני צריכה לתרגם את זה. נסה תשוקה לי גם מגטס. מה זה, חצופים? אוי. זה קייס. רגע. זה... אני רציתי את זה הרבה זמן. What is this? Oh my goodness. טוב, יש פה כמה דברים, מה זה? השתגעתם? רגע, אני צריכה לפתוח את הכל עכשיו. איך ყველაფერს გავხსნი და ვნახოთ აბა რა არის. არა, טוב, בוא נתחיל מזה. וואו, איזה צבע. קאי, ეს არის ზარას gift card-ი. אוקיי, מגניב. ეს არის ჩემი ლეპტოპის MacBook-ის кейსი. რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდოდა და ვერ გადავწყვიტე რა მეყიდვა, აი ბოლოს მაჩუქეს. ვაუ, მაგნივ. იმალე. ეს დავინახე წერან. ალბომია. Oh my goodness.
ვაუ, ჩემთან თანამშრომლმა დამიწერეს რაღაცეები. Oh my god, ეს საღაღოხია შლიფო. რამხელა თვალა. Time flies. Oh my god. Замаконшებს. Wow. Wow, okay. ან ცხარი ყოეძე უნდა წავიკითხო ყველა თავიდან ბოლომდე ძალიან ბევრია. აი, გვატუნო ჩანო. აი, კიდე ბევრი წარწერებით. Oh my god, это магнив. ამოდონ შანო. ატუნას. ვაუ. Viber-ის სხვადასხვა ივენთებიდან არის ეს ჩემი ფოტოები, ჩვენი ფოტოები. Me and my husband. Είναι all the hard. Wow, איזה מגניב. ეს ჩვენი ქორწილიდან. Oh my god. ეს אני לא ידעתי בכלל. זה אצל מי זה היה? גם אני לא ידעתי. אצל ליאטוש? וואו. איזה מגניב. איזה אלוף. וואו. აღმოჩნდა რომ ბევრ ფოტოებს ვიღებდი სამსახურში. מסתבר שהייתי מצלמת הרבה בעבודה. מלא. וואו, איזה ימים. איזה תקופות. ნახევარი ფოტოების არც კი მახსოვდა. אני לא זכרתי חצי, כאילו, חצי מהתמונות בכלל. וואו. וואו, וואו, וואו. איזה תמונות, ממש יפות. ძალიან ლამაზი ფოტოებია. זה מקסילם אותי ככה. וואו, וואו, איזה כיף שיש לי המון תמונות עם ליאטוש גם. וואו, איזה מגניב. טוב, ეს არის inside joke. אני לא יכולה להגיד את זה. לא יבינו. מאיפה הבאתם את זה? איזה סיידה רקונדת. וואו, חברים. מה זה תודה? וואו. נחתרה למזיה. איזה כיף. איזה כיף. תודה רבה. תודה כפרוני. לא ציפיתי לדבר כזה בכלל. זה... אוקיי. שמה את זה... כאילו, תצטרכי להוריד את הכיסא פצפצים הזה. הגיע הזמן. איך המנחות ישראליס? מה זה? מה אתה פותחת? אני פותחת משהו. что это? Что это такое? באמת что это такое? Сейчас узнаем. זאת מיכי? מיכי וטירו. Tati is living. אוקיי, גוד. כאילו, דן. שמה את זה על הטלפון. כן. פה, טוב, דן סג'ירו נבטיה. ואז אני כאילו מצלמת ככה. לא, כאילו, נראה לי ככה, כן. אוקיי. כאילו ככה. וואו. נחתה מגריה. עליי, וגם אפשר אחרים גם כשאני מצלמת. הבנת? מגריה. מגריה. מה גרי? דן. טיטה אני יודעת, גיאורגית? בואי. כן, זה קשה קצת. מה זה קצת? מה זה המבטא הזה? נראה את הגופית שלך מרשימה. עושה את היד? היא לומדת. אאוצ'ו. זהו, מספיק. את יודעת? מה? שפות?
קצת גרמנית, קצת צרפתית, קצת ספרדית, דבר, לא הרבה. אז כאילו... También sabe español un poquito. חיים זה... סבי אחרון למזכרת. עכשיו סלף דייט. საღამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სამსახურიდან დავბრუნდი, გამოვიცვალე უცბად და ეხლა მივდივარ კონფერენციაზე, თუ პანელზე, უფრო კონფერენცია მე მგონი, ისაუბრებენ, როგორ უნდა დავსაქმდეთ, როგორ ვიპოვოთ ჩვენი საოცნებო სამსახური, ჩვენი ოცნების სამსახური ისრაელში, ისრაელის მარკეტზე. კონფერენცია გრძელდება დაახლოებით 2 საათნახევარი. ძალიან მაინტერესებს რა იქნება დინამიკაში სხვა რაღაცები ქონდა დაგეგმილი, მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა მის მეგობრებთან ერთად შეხვედრა, მაგრამ რომ მნიშვნელოვანია ვიდრე სიტყვაზე მეგობრებთან ერთად გასვლა, რომელიც შეიძლება რომ შემდეგშიც გავიდეთ, რასაკვირველია შემდეგშიც გადავდოთ. დროა პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ, ვიდრე რომ უშევარი ვარ, ვაიმე ჩავდივარ 1 წუთი. ამ შენობაშივე არის ასევე შოპინგ ცენტრი, შოპინგ მოლი. ოი, რაღაც ამოვედი. ნეფეშ ბინეფეშ, ანუ გაერთიანებული ებრაული სულები, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს და ამარტივებს ალიას პროცესს, ანუ ალია გულისხმობს ებრაელების დაბრუნებას სამუდამოდ ისრაელში, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს ფინანსური, პროფესიული, ლოგისტიკური და სოციალური ბარიერები, რომლებიც შესაძლოა ალიას კანდიდატებს შეხვდეთ. ხოლო ესპანელი კი მოაწყო ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია Her Tel Aviv, ეს არის სივრცე, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს თელ-ავივში მცხოვრები ახლად ჩამოსული ქალბატონებისთვის. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ქალების როლზე ბიზნესსა და ტექნოლოგიაში, კარიერულ განვითარებაზე, ახალი მეგობრობის შეძენაზე და ასე შემდეგ. წყალი ავიღე. სკამდე დავდე და გადმოვარ და დაიქცა. მე ავწმინდე 2 საათი წმინდდი. But you made it here, and that's the first step to taking control of your success in your life. So, first of all, you already are a winner by being here. So let's start there. So I'll tell you a little bit about myself. I am Israeli American. I was born in New York to Israeli parents. And I made Aliyah around 6 or 7 years ago. And I was going to produce all these really wonderful big events. And then COVID happened and they fired 60 people in the office. And as you remember, there were no events for a very long time. And I sat in my house all really sad and depressed that I lost this dream job. And I didn't know what to do because, you know, I'm in community and event. What your company does, and don't be afraid to go much into it. How many employees does your company have? How many offices do you have in Israel, in other countries, even though we want people to stay here and live here and work here? იგი მეგობრებო, დავბრუნდი სახლში. შენიშვნები ჩავიწერე, რომ არ დამავიწყდეს, იმიტომ რომ ჩემი მეხსიერება არის ძალიან ხანმოკლე. ამიტომ გეტყვით. ესე იგი, პირველ რიგში LinkedIn-ი და CV ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, ყველა შემთხვევაშიო, ესეთი რჩევა მოგცეს. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში სულ ვამოწმებთო, ანუ CV-ს რომ მივიღებთო, აუცილებლად გადავდივართ LinkedIn-ის გვერდზე და ვამოწმებთო იქო, რომ თანხმედრაშია CV-ც და LinkedIn-ის პროფილიც. აუცილებლად მოემზადეთო წინასწარ კომპანიის შესახებ წაიკითხეთ რაღაცებიო, ეს ანუ უკვე შემდეგ ეტაპებზე დაგეხმარებათ, ვიდრე პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ რომ CV-ში ფიზიკურად ვერ ჩაწერ, რომ აი მე თქვენ კომპანიის შესახებ წავიკითხე და დავინტერესდი და ასე შემდეგ. ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე, დაზეპირებული მაქვს მთელი კომპანიების ყველაფერი. აუცილებლად ყველა CV უნდა იყოს ზუსტად მორგებული
იმ ვაკანსიაზე და იმ როლზე, სადაც აგზავნით CV-ს, ეს აუცილებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გინდათ რომ წარმოაჩინოთო, პირველ 60 ხაზად უნდა ჩაატიოთო აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი თვალიო ავტომატურადო რამდენიმე აბზაცს კითხულობს, იმიტომ რომ ძირითადად 10 წამი, 12 წამი გვაქვსო, იმისთვის რომ გადავხედოთო თქვენ CV-სო საერთოდო. ამიტომ ჯობიაო რომ LinkedIn-ის მეშვეობით დაუკავშირდეთო იმ ადამიანებსო, ვინც უკვე მუშაობენ ამ კომპანიებშიო. ხან ეს ისრაელში განსხვავდება, იმიტომ რომ საქართველოში ნამდვილად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ თუ აი ესე კომპანიაში ვინც მუშაობს იმისი მეშვეობით გააგზავნით CV-ს, ანუ ის ადამიანი გააგზავნით თქვენ CV-ს, ერიცხებათ რაღაცა ბონუსები, ეს Viber-შიც ასეა, თითქმის ყველა კომპანიაში ასეა, ამიტომ ძირითად შემთხვევაში გიპასუხებენ ყველა დაგეხმარება და გააგზავნიან CV-საც, იმიტომ რომ თვითონ თავიანთი ინტერესიც აქვთ, რა თქმა უნდა. ცოტა თანხაზე არ არის ლაპარაკი აქ, საკმაოდ დიდი ბონუსები, ახლა მე რაც Viber-ში ვიცი, ამიტომ ხალხს დაუკავშირდითო. რა თქმა უნდა, თუ ხალხს დაუკავშირდებით და მათი თანამშრომლების მეშვეობით გააგზავნით CV-ს, ანუ აღარ არის საჭირო, რომ კიდე ხელმეორედ გააგზავნოთ CV-ს საიტის მეშვეობით. CV-ს ზომაზე ყველა სხვადასხვა აზრი ქონდა, ზოგი ამბობდა, რომ ერთი გვერდი უნდა იყოს, ზოგი ამბობდა, რომ შეიძლება ორი გვერდი იყოს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ერთგვერდიანი, ახლა როსაც გააჩნიაო თუ რაღაცა სინიორის ან დირექტორის თანამდებობაზე აგზავნის CV-სო, წარმოუდგენელია, რომ ერთ გვერდზე ჩაატიოთო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაო, ამიტომ ორი გვერდი მაქსიმუმ, ანუ რაც ნაკლები, მით უკეთესი, აუცილებლად უნდა იყოს კითხვადი, ფონტით დაწერილი, ზომით დაწერილი, 11, 12 მაქსიმუმ, მეტი არა. ხელფასზე ისრაელში სხვათა შორის პირველივე ზარზე ხდება ამ საკითხის განხილვა, გეკითხებიან, რა ხელფასის ფარგლებში ეძებს სამსახურს. ჩემი HR-მა მითხრა, რომ ჩემი Viber-ის HR-მა მითხრა, რომ უმჯობესია, რომ ერთი კონკრეტული თანხა უთხრა, მაგრამ როგორც ხვდები, იმისიც არაფერი დაშავდება, რომ უთხრა რაღაცა აქედან აქამდე ვეძებს სიტყვაზე. ჯამში რო გითხრათ, რა დასკვნა გამოვიტანე, რო გჭირდება, ანუ რა თქმა უნდა, საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა შეგეძლოს, მაგრამ პატარა იღბალიც გინდა ადამიანს, რომ აი გაგიმართლოს რა. გამართლება საჭირო რაღაც მომენტშიც. რაღაც ერთი აზრი ყველას არ ქონდა ბევრ რაღაცეებზე რა, ანუ აზრთა სხვაობა იყო, შეინიშნებოდა მოკლედ და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ინდივიდუალურია და ბევრი რაღაც არის HR-ზე დამოკიდებული, ასე ვფიქრობ მე პირადად, ანუ ესეთი დასკვნა გამოვიტანე. ისეთი არაფერი მე მგონი ყველაფერი ჩავინიშნე, რაც გაგიზიარეთ უკვე. საინტერესო იყო ძალიან, სამწუხაროდ გვიან დაიწყო, ცოტა დააგვიანდათ, ცოტა არანახევარი საათით და კითხვებისთვის ბევრი დრო არ დატოვეს, ის დრო აღარ აგვინაზღაურეს, ასე ვთქვათ, არ და ძალიან ბევრს ჰქონდა კითხვები და ძალიან კარგი კითხვები დასვა ხალხმა. ესე დასრულდა ჩვენი პანელი. დღეს ეხლა წავალ სახლში, დავისვენებ, თუ დავიძინებ. ბოლო დღე, წავედი, დავაბრუნო. დილამშვიდობის და მეგობრებო, მივიდივარ და დავაბრუნო ჩემი ნივთები Viber-ში. და ცოტა მანამდე წავიმუშაო. საფინალო მუშაობა. რაიმე არ მჯერა. შოკი. ბაში ახალი წიგნის კითხვაც დავიწყე. ნარსისი და გოლდმუნდი, ჰერმან ჰესესი. და მანამდე წავიკითხე კობო აბეს დამწვარი რუკა. დამტანჯა მაგ წიგნმა. არ ვიცი, ძალიან ნერვები დამაგლიჯა, ძალიან გამირთულდა მაგის კითხვა. არც ვიცი მომეწონა თუ არა სიმართლე რო გითხრათ. წავედით, დავაბრუნოთ ლეპტოპი. ბოლო წრე მოვიაროთ Viber-ში. დღეს ხუთშაბათია და ბევრი ხალხი არ არის. მივდივართ IT-ში.
Goodbye. Wow. Წამოვედი. მორჩა, დასრულდა. ჩემი სამსახური ვაიბერში. და ეს ბლოგის დასასრულს მივახლოვდა. შემოწირდეთ მეგობრებო. შევხვდებით უმუშევრები.